თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. ის რაც დღეს მიუღწეველი გონია, ხოლ შეიძლება შენი წარმატების საწინდარი გახდეს. რუბრიკაში იდეიდან საქმემდე ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც მათი იდეა რეალურ საქმედ აქციეს. სამბით როგორ გვეცნობთ, ვინ ხართ, რა საქმიანობთ? გამარჯობათ, მე ვარ ნათია თათინაშვილი, ვარ ეკონომისტი და ჩემი ჰობია ქარგვა. შევისწავლე წლებია დაახლოებით 20 წლის წინ, მეგობარს დავუნახე რომ ქარგავდა და შემდეგ მე თვითონ განვავითარე ეს ჩემი ქარგვა. იმ დროს როცა არც კომპიუტერი იყო, არც არანაირი მასალები მე არ მქონდა, ყველაფერი მე თვითონ მოვიძი და დღემდე მოვდივარ, მე თვითონ განვავითარე ჩემი თავი, ასე შემიძლია რომ თქვა. უკვე წლებია დასრულთა განათლების ცენტრში ვასწავლი ქარგვას, სადღაც 2008 წლიდან გაიხსნა დასრულთა განათლების ცენტრი. იქიდან მოვდივარ, საკმაოდ ბევრი ჯგუფმა გაიარა ჩემ ხელში, ასაკი იყო შეუზღუდავი, ამიტომ როგორც პატარები დაახლოებით ესე 15-14 წლის ბავშვები, ისე მყავდა 60-65 წლის ქალები, ორი სათვალით იჯდნენ და ქარგავდნენ. ძალიან ბევრი ნაქარგები შევქმენით, მაშინ გამოფენებიც კეთდებოდა ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ვაგრძელებ ამ ჩემ ჰობის განვითარებას და დღემდე ვასწავლი ბავშვებს ქარგვას, რადგან ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გოგო, ყველა ქალბატონმა იცოდეს ეს ხელსაქმე, რადგან ნერვულ სისტემას ძალიან ამშვიდებს, რასაც ვაკვირდები, რაც მეტად ქარგავ, უფრო ნაკლებად დამოკიდებული ვარ ტელეფონზე და ეს რაღაც სასიამოვნო პროცესია, ძალიან ეს ფერთა გამა, ეს მულინი, ძაფები, ანუ საქარგავი, ეს კანვაზე ქარგვა, ძალიან ბევრ ნაქარგებს ვქმნი მე თვითონ, მე ჩარჩოებში მაქვს, ასევე ვაკეთებ ორნამენტებით ქარგავ, ხელნაკეთ დაუშვათ ჩანთებს, სამაჯვრებს და ძალიან ბევრ ნივთებს ვქმნი და ვარ ძალიან ბედნიერი, რომ შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ მთელ ახალციხეს მე ვასწავლე კანვაზე ქარგვა. და დაინტერესება და ჩართულობა როგორ არის? თქვათ, იყო ისე რომ რამდენიმე წლის წინ უფრო მეტი იყო და შემიძლია თუ ანუ ამ ხრივ საზოგადოების და მსურველების ჩართულობა როგორ არის ამ პროცესში, რომ ისწავლონ ქარგვა? მე როგორც ვფიქრობ, თავიდან უფრო მეტი ინტერესი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთელ ახალციხეს ვასწავლე უკვე და ეხლა მოდის ის თაობა პატარები, რომელსაც ყოველ ზაფხულს დავუშვათ, ვასწავლი და რა თქმა უნდა, თავიდან უფრო მეტი იყვნენ, იმიტომ რომ ყავდა 3 ჯგუფი, დაახლოებით 50-მდე ალბათ ერთ სეზონზე, დაახლოებით ერთ კურსზე 50 გოგონას თუ ქალბატონს ვასწავლედი ხოლმე, თავიდან რა თქმა უნდა უფრო ბევრი იყო. ძალიან ჯგუფში მყავდა დაახლოებით 20 და 25 ძალიან რთული იყო თავიდან. ეხლა ვფიქრობ, რომ 5 მაქსიმუმია და უფრო ეს არის, უფრო ახლოს და მივდივარ მათთან და უფრო მარტივია ჩემთვისაც. და ვფიქრობ, რომ რაც ტელეფონზე ბავშვები მეტად არიან დამოკიდებული, ხელოვნება უფრო დაივიწყეს ვფიქრობ, მაგრამ ეს ზაფხული მგონია, რომ გამოვაცოცხლე ეს ბავშვები, ახალციხელი ბავშვები, ახალციხელი გოგონები. და ვინც მყავდა ჩემი აზრით, ყველას აინტერესებდა, დაინტერესებულები იყვნენ და დაზუსტებით ვიცი, რომ უმეტესობა 99% მაინც განაგრძობს ამ ქარგვას, დარწმუნებული ვარ. როგორ მიმდინარეობს ხოლმე კურსზე სწავლის პროცესი, რა ეტაპებისგან შედგება, ანუ უშუალოდ რა პროცესს გადიან ეს მონაწილეები? კი, არის რამოდენიმე პროცესი, ანუ თითქოს ქარგვა ეს მარტივია, მაგრამ საბოლოო ჯამში, რასაც დავაკვირდი, დავუშვათ 16 შეხვედრა იყო ამ კურსში და ვფიქრობ, რომ ცოტა კიდე დამაკლდა, შეიძლება ცოტა კიდე მეტი, დაახლოებით მოვიდოდით 1 საათი, მაგრამ რჩებოდით 4 საათი. ანუ რაღაცა შეყოლიება იცის ამ ქარგვამ. არის ეტაპები, რა თქმა უნდა, იქ უნდა შეისწავლო ჯერ ფერთა გამა, ფერების დასმა, ხო, როგორ ხდება დაწყება ამ ქარგვის დასრულება, ეს არ არის ჩვეულებრივი სტანდარტული დაუშვათ ქარგვა, რომელიც კვანძით და კერუა დაუშვათ, საერთოდ განსხვავდება. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო შეესწავლოთ ეს დაწყება, ქარგვის დასრულება, მიმართულებების სწავლა. კი, იყო რამოდენიმე ეტაპად შემიძლია დავყო აი ამ ქარგვის შესწავლა. თვითონ ეს სწავლის პროცესი რამდენად რთულია?
ნუ რთული არ არის, ვისაც ხელოვნების მიმართ რაიმე მიდრეკილება აქვს, ან ქარგვის, ან კერვის, ან იმათთვის ძალიან მარტივია და ის, ვინც საერთოდ არც მოუქარგე და ინტერესიც არ აქვს, იმათთვის რა თქმა უნდა ისედაც რთული იქნება, იმიტომ რომ ვიცი პიროვნებები, რომელსაც ნემსის აღება არ შეუძლიათ, იმათთვის რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება, იმისთვის არც საინტერესო არ იქნება, მაგრამ შეიძლება რაღაცა გავაღვიძე ვიღაცაში დაუშვათ, რომ შეიძლება არ ქონდა ეს ნიჭი, მაგრამ რაღაც შეიძლება გაიღვიძოს და საინტერესო როდესღაც მაინც გახდეს, შეიძლება ასაკობრივია, შეიძლება რაღაცა ასაკში გაიღვიძოს ამ მიმან რა ქვია ხელოვნებამ. მოკლედ ძალიან საინტერესო ის არის, ქარგვა არის ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. და როცა კი რაღაც ორნამენტს ავიღებ ან რაღაც ნახატს ხოლმე ზუსტად იმ დროს რომ ვაკვირდები ტელეფონზე ძალიან ნაკლებად დამოკიდებული აღარ მაინტერესებს საერთოდ Facebook-ი აღარ მაინტერესებს ტელეფონი რაღაც ეს დაზუსტებით შემიძლია ვთქვა იმიტომ რომ დაწყებული როცა მაქვს თარგი იმის დასრულებაში იმდენად ვარ ჩაფრული რომ ინტერესი აღარ მაქვს ტელეფონს თუმცა ვიცით რომ მთელი მსოფლიო ტელეფონზე გაჯეტებზე და ეს კომპიუტერებზე არიან მიჯაჭვულები მაგრამ მე ვფიქრობ აი ეს ზაფხული როცა ეს მასტერ-კლასი ჩავატარეთ ეს სამთვიანი ეს კურსი უბრალოდ ეს 16 შეხვედრა რაც გქონდა ამან მე კიდე გამომაფხიზლა და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა რომ აი ეს 2 თუ 3 თვე ტელეფონს მოვიხმარდი ნაკლებად თუ გაქვთ რაღაცით საყვარელი მიმართულება რომლის მოქარგვაც ყველაზე უკეთ პრომეტად გიყვართ თქვა აი რაც ან ორნამენტი ან სახე რაღაც ეგეთი თუ გაქვთ კი ორნამენტი და სახეები ძალიან მიყვარს მაგალითად აი ნაკლებად მიყვარს მაგალითად ყვავილები ნაკლებად და თუ უფრო სახე ეს რაღაც სახის ნაკვთები რადგან ეს სახე ხარ რომ წარმოვიდგინოთ დაახლოებით შეიძლება 20 ერთ და იგივე ფერი გამოვიყენო 20 ტონალობის შეიძლება ვიღაცისთვის ყველა იყოს კრემის ფერი ყველა იყოს რაღაცა ღია რძისფერი, მაგრამ ჩემთვის იქ არის 20 ფერი. შეიძლება 20 რძისფერი გამოვიყენო, მაგრამ ვიღაცისთვის ის იყოს 1 და ის მიყვარს სახის გადასვლები, სახის ნაკვთების გამოქარგვა ძალიან მიყვარს. აი როგორც ისეთ მასტერ-კლასის ჩაატარეთ და მასტერ-კლასზე ვთქვათ, როგორი იყო, რამდენი ადამიანი წავიდა, ან თუნდაც უბრალოდ რა შედეგი დაიდო, იმიტომ რომ რაღაც თქოს რთულია ერთ გაკვეთილში რაღაც ისწავლა, მაგრამ აი ამ ხრეზე ცოტა მეტი მოგვიყვარს შეიძლება. ნუ რა თქმა უნდა, ხა რაც გამოცდილება რასაც მაძლევს, ანუ ერთი მასტერ-კლასიც მაქსიმუმ გააგებინო, აი დაუშვათ რა არის კანვაზე ქარგვა და ხა პრაქტიკულად ცოტა რთულია რა თქმა უნდა. ხა დამაკლდა დღეს მაგალითად მინდოდა რომ კიდე შევხედოთ ამ ბავშვს, იმიტომ რომ დავინახე რომ ვინც იყვნენ, ყველას ჰქონდათ ის რაღაც ქარგვის მიმართ დომა ჰქონდათ, ის დომა დავინახე და დარწმუნებულია რომ ის სამივე განაგრძობენ ქარგვას, იმიტომ რომ პირველივე ნემსის ხელში დაჭერის დროს ჩანს მას სურს თუ არა ქარგვა და განაგრძობს თუ არა. თუმცა ძალიან ცოტა იყო ერთი შეხვედრა, ძალიან ცოტა იყო. როგორც ისეთ ქარგვას რაღაც მიმართულებებიც აქვთ, როგორ სტილში ქარგებოდა თქვენ, რომელი მიმართულება არჩით ამ კუთხით თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რამდენი სიტყვით. ნუ ქარგვაში ანუ კანვაზე მიმართულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ იქარგება დაუშვათ თუ მარჯვნიდან მარცხნიდან მარჯვნივ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის ქარგვას, იმიტომ არის სიღრმისეულად წვრილმანებია ძალიან ბევრი და ეს არის რა ქვია აუცილებელია, იმიტომ რომ ყველა ნახატში ჩანს მიმართულებები. არ უნდა შეგვეშალოს ეს მიმართულება, სულ უნდა იყოს თუ ვირჩევთ მარცხნიდან მარჯვნივ, სულ უნდა მოიქარგოს ეს მარცხნიდან მარჯვნივ, თუ ვირჩევთ მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ მნიშვნელოვანია და ხილულია ძალიან, როცა ნაქარგი სრულდება, იქ ხილულია ყველა შეცდომა. და რამდენად შესაძლებელია ვთქვათ ქარგვა შემოსავლის წყაროდ აქციოს ადამიანმა ამ მხრივაც. კი, ძალიან დიდი შანსია, მაგალითად არის საიტები eBay როგორც ვიცი, აქ შეგიძლია განათავსო შენი ნაქარგობები და ევროპა და ამერიკაში საერთოდ ძალიან ფასეულია ხედნაკეთი ნივთი, ეხლა ჩვენთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ეხლა ეს რა ვთქვა, ორნამენტები მოქარგული ორნამენტებით ქარგვა საქართველოში შედარებით უფრო ეს არის განვითარებულია, მაგრამ ამერიკაში, ევროპაში, როგორც ვიცი, ეს ნახატები, ესე ძალიან ფასეულია მათთან და ძალიან მარტივია eBay-ზე ატვირთო, გააკეთო შენი გვერდი და საკმაოდ შემოსავლიანია. და თუ იგეგმება რომ კიდე იყოს ხოლმე მსგავსი კურსები ცენტრში, ან მასტერ-კლასები. კი, აი ზაფხულობით ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ყოველთვის ერთი ჯგუფი მაინც ერთი კურსი მაინც ჩავატარო ხოლმე და ჯერჯერობით ვახერხებ წლებია უკვე.
ძალიან კარგი და რას ურჩევდით სხვა ადამიანსაც თქვა ხარბის დაწყება უნდა დაიწყო გაჩერდა შიშები აქვს სამიმართულები თუმცა ფიქრობს რომ რაღაც პოტენციალი გააჩნია მაინც ხო ის ვინც დაიწყო ის არასდროს არ დაასრულებს მაგაში ერთმა დარწმუნებული ვარ ვინც იწყებს იმას ყოველთვის უნდა და ყოველთვის განაგრძოს შეიძლება რაღაცა ეტაპზე ხარ როგორც მე მაგალითად გავაჩერე შევაჩერე ხარგვა იმიტომ რომ ბავშვები ყავდა პატარა და ფიზიკურად ვერ ვახერხებდი იმიტომ რომ დაჯდები ხარგვის დროს ვეღარ დგები ფაქტიურად საათი 2 საათი ეს ახლა ზოგჯერ შეუძლებელია მუშაობდი ხომ ძალიან ბევრი სამსახური გამოცვლილი ჩემი პროფესიით და სულ ნატრობდი ხოლმე ნეტავ როდის აღარ მიხდება სამსახური რომ დავждდე და მოვხარგო თუმცა როცა აღარ მქონდა სამსახური ვეღარ მოვხარგე იმიტომ რომ ბავშვები გავზარდე და ეხლა რაღაცა ეს ზაფხული ვფიქრობ რომ ისე ამოფუქავ ჩემ ხარბას იმიტომ რომ ინტერესი გავიჩნდა რაღაცა ახალი იდეები გავიჩნდა სოთაშორის ეს ახალი იდეები ბავშვებისგან წამოვიდა და ამ იდეებს აუცილებლად გავავითარებ მადლობა ძალიან დიდი თქვენ ძალიან დიდი მადლობა გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნებთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.